წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ-ტაიმ, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. სპორტ-ტაიმის სპონსორია სამშვიდიანი. სლოტ კლუბების ქსელში, სამშვიდიანში იღბალი შენს მხარეზეა. აქ მაქსიმალური კომფორტი და მოგების მაქსიმალური შანსია. მხოლოდ ჩვენთან ნოვომატიკის, ეჯეტეს, ოდრექსის ფირმის უახლესი ტიპის აპარატები და რულეტი. ყოველდღიური ჯეკპოტები, უამრავი ფულადი პრიზი და ავტომობილების გრანდიოზული გათამაშება. ვარკეთილში, ორთაჭალაში, ქალაქ რუსთავსა და მარნეულში. სამშვიდიანი. ვინც არ თამაშობს, ბერიგებს. კიდევ ერთხელ მოგესალმები ძვირფასო მეგობრებო, ასე წმინდა ტექნიკური ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თუ რა მიზეზებზია საუბარი, მოგვიანებით ამის შესახებ ცლად ვიწყებთ გვიან გადაცემას, მანამდე კი ჩვენი მეოხი 3-7-იანი აზარტული გასართობი თამაშების მართაც ლიდერი საქართველოში, ეს არ გახლავთ ხმამაღალი სიტყვა, თქვენ უკვე მოისმინეთ, რომ უახლესი აპარატურა კერძოდ აი ნოვომატიკის აპარატები, პრემიუმ 5-ის, ეჯეტე, უახლესი ტიპის სლენტობები, უახლესი ტიპის ეჯეტესა და ოდრექსის ფირმის ეგრეთ წოდებული რულეტკები, ანუ რულეტები, სუპერ ვეპლიუსები, იგროსოფტები, ადმირალის ტიპის აპარატები, ნუ ეს უშუალოდ სათამაშო სისტემაში კარგად ჩახედულ ადამიანს მოიხსენება, რომ სწორედ აპარატურათა ხარისხი და მათი სიახლე განაპირობებს მნიშვნელოვნად ზრდის მოგების შანსს. აქ ყველაფერი აბსოლუტურად მოქმედი განმდებლობის საფუძველზე, რომ შესული თანხი საკმაოდ მაღალი პროცენტი გაიცემა მოგებაზე, ამაზე უშუალოდ თავად დარწმუნდებით, როგორც კი ეწვევით სამშვიდიანს, ჯერ იმის შესახებ, რომ სამშვიდიანის ფილიალები გახლავთ 2 დედაქალაქში, კერძოდ ერთი ვარკეთილში, მეორე კი გულიას პირველ ნომერში, ეს გახლავთ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, 2 ობიექტი ქალაქ რუსთავში მდებარეობს, ერთიც მარნეულში. სამშვიდიანის სლოგანი ვინც არ თამაშობს, ის ვერიგებს. გარდა ამისა, ყოველდღიურად უამრავი სიურპრიზი. სიურპრიზებს ბუნებრივია არ ვაჟღერებთ შეგნებულად, რამე თუ რა სიურპრიზი იქნება, თუ კი ის წინას არ იქნა გაცხადებული, ეს კი ყოველივე უშუალოდ თავად მოთამაშეებს ბუნებრივია 5-ვე ხსენებულ ფილიალში, სამშვიდიანის ხსენებულ ფილიალში. გარდა ამისა, გრანდიოზული გათამაშება უკვე მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი უპრეცედენტოდ მაღალი და 350,000 ლარს შეადგენს. ფულად საჩუქრებთან ერთად ყოველდღიური ჯეკპოტები და რაც მთავარი, გვიახლოვდება უკვე დეკემბრის თვე, ასე კულმინაცია 2014 წლის, სადაც იქნება 3 ავტომობილი, კერძოდ მერსედესი, კია და BMW გათამაშებული. მაშასე უამრავი სიახლე, მოგების გაზრდილი შანსი, გრანდიოზული გათამაშებები, რომელთაც ემატება ასევე ფულადი საჩუქრები და სიურპრიზები, რომელთაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, ადგილზე უნდა გაიცნოთ. ეს კი ყოველივე თქვენთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 3-7-იანი სლოგანი გახლავთ, ვინც არ თამაშობს, ვერიგებს, ეს ისე გარკვეულწილად ცხოვრებისეულიც გახლავთ. ახლა კი ძვირფასო მეგობრებო, მცირედით გადავუხვევ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას. ეს უკვე მართლაც ყოველგვარ შეიძლება ითქვას რეალობას წყდება, საცობიც არ ქვია, რაც პრაქტიკულად აი უკვე შეუძლებელი ხდება დედაქალაქში გადაადგილება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიანი საღამოა და უკვე 8:30 გადაცდა კიდეც საათის ისრები. პრაქტიკულად აი ასე სწორედ ამის გამო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები, 2 ცნობილი მორაგბე, დავით ჩიდეზე და დავით გურგენიძე. დღევანდელი თემა კი რაგბი, მოგესალმებათ, რომ წლევანდელი შემოდგომა ქართული რაგბის სამყაროში მეტად მნიშვნელოვანია. დავიწყოთ იმით, რომ სანამ უშუალოდ შევეხებით თბილისის კავკასიელებსა და ეროვნულ ნაკრებს, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ქართულ რაგბში. მხედველობაში მაქვს ქართული რაგბის განვითარების ახალი 3-წლიანი პროგრამა, რომელიც 2014-16 წლებზეა გაწერილი. მთლიანობაში უნდა იქნას გამოყოფილი 23,674,000 ლარი მარტო წლეულს, 10,9 მილიონი ლარი, საიდანაც 4,9 მილიონი უმაღლეს და პირველი ლიგის გუნდებს უნდა მოხმარდეს. ეს გახლავთ როგორც საბაზო, ასევე
საბრიზო თანხების შესავსება და ბევრი რამ გაწერილი ამაზე საუბარი შორს აგვიყვანდა ფაქტად რჩება ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პოპულარულ სათამაშო ბურთიან სახეობებს მართლაც რაგბის მიმართ ყურადღება განსაკუთრებით გამორჩეული გახლავთ. სხვადასხვა შედეგმა გარკვეულწილად უკვე ხსენებულმა დახმარებამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო თუ გადავოლებთ თვალს მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატს თავმაც შეიძლება ითქვას რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არა მარტო რაგბის არამედ სათამაშო ბურთიან სახეობების შორის უმაღლეს დივიზიონში ესოდნენ დაძაბული ვითარება სატურნირო ცხილში არ ყოფილა უმაღლეს დივიზიონში მოხსენება 10 გუნდი ასპარეზობს და ამ წუთისთვის 9 გუნდი აცხადებს ერთბაშად ჯერ ბუნებრივია პირველ 6 წელში მოსახვედრად და შემდგომ უკვე ტიტულის მოსაპოვებლად ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ TBS უნივერსიტეტის გუნდი სხვადასხვა სტუდენტებმა გასული სეზონი დამაჯერებლად მოიგეს პირველ ლიგაში იოლა დაიუფლნენ უმაღლესი დივიზიონის საგზურს თუმცა მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით გუნდმა 8 გამართული შეხვედრა დათმო რიგით მერვე დღეს საღამოს პირას ავჭალაში არმიასთან თუმცა უკლებლივ ყველა შეხვედრაში სტუდენტები იბრძვიან და ხელწამოსაკრავ მეტოქეს ნამდვილად არ წარმოადგენენ დღეს არმიელებმა სტუდენტებს სამილელო დაუდეს და საერთო ანგარიში 22-12 დაამარცხეს თუმცა სტუდენტებმა თვითონაც მოახერხეს თავის მხრივ ლელოს დადება ასე რომ არმიელებს პრემიალური ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცეს. ახლა რაც შეეხება ის სატურნირო ცხილი ვახსენეთ და თავად განსაჯეთ მესამე ადგილზე ანაცვლებულ არმიასა და მე-9 ადგილზე მყოფ ბათუმს შორის სხვაობა სულ რაღაც 6 ქულაა და თუ გავითვალისწინებთ რომ რიგ გუნდებს არათანაბარი თამაშების ოდენობა აქვს ჩატარებული აქ პოტენციურად ჯერჯერობით მოწინავე 6 წელზე საუბარი ზედმეტია ერთადერთი გამოიყო როგორც აუტსაიდერი ასევე ლიდერი ბოლნისის ყოჩები სეზონის წინ სოლიდურად გაძლიერდნენ და ამან უშუალოდ გუნდის თამაშის ხარისზე და შედეგზეც დადებითად იმოქმედა ყოჩებმა მხოლოდ გასულ უქმეებზე პირველი ქულები დაკარგეს თუმცა სატურნირო ცხილიდან გამომდინარე უფრო შემატეს საკუთარ მარაგს რამე თუ უშუალო კონკურენტი მეორე ადგილზე მყოფი თანარეგიონელი რუსთავის ხარები დამარცხდნენ რაკუთაიში ადგილობრივ აიასთან ყოჩებმა მართალია ფრედ დაასრულეს საშინაო შეხვედრა ბათუმთან თუმცა მთლიანობაში 7 ქულამდე გაზარდეს 7 ქულიანი ჰანდიკაპი ყოჩებსა და ხარებს შორის ასე ჯერ დავიწყოთ იმით რომ პირველად პრაქტიკულად არა დედაქალაქური გუნდები სატურნირო ცხილის სათავეში ლიდერთა შორის სხვაჩორის გაუსწრებ მოვლენებს და გაუწყეთ რომ დამდეგ უქმეებზე დასრულდება პირველი წრე და გამორჩეული შეხვედრა სწორედ რეგიონალური დერბი იქნება რუსთავში ახალ არენაზე ხარების მეტოქე სწორედ ერთპიროვნული ლიდერი ყოჩები იქნება ერთადერთი დაუმარცხებლად მოასპარეზე გუნდი ხარებმა კი სეზონში უკვე 2 მარცხს გაუსინჯეს გემო მოქმედი ჩემპიონი ლელო რომელიც მიუხედავად საკმაოდ სოლიდური შემადგენლობის სკოლისა არც თუ დამაჯერებლად ასპარეზობს ჯერჯერობით 20 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზეა და ლელოს პრინციპული მეტოქე არმია მომდევნო ტურში ხარები ყოჩების შეხვედრის გარდა ინტერესმოკლებული არ სწორედ ლელოსა და არმიის შეხვედრა იქნება ჯერჯერობით არმიელები 18 ქულით მე-4 ადგილზე აღზევდნენ დღევანდელი წარმატების შემდეგ ლოკომოტივი ქართული რაგბის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 16 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და თანაც რაც ყველაზე მოულოდნელი გახლავთ თემურ ბენდიაშვილი სამწყო უარყოფით ბალანსეც კია გასული გუნდმა 7 ჩატარებული შეხვედრიდან 4 შეხვედრა დათმო მიუხედავად იმისა რომ პრაქტიკულად ბირთვი ბენდიაშვილს შენარჩუნებული აქვს და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი რომელიც თავიდანვე ჩემპიონატის დაწყებამდე აკეთებდა სერიოზულ განაცხადს ტიტულისთვის ბრძოლისა და ლოკომოტივი ჯერჯერობით მე-5 ადგილზე მხოლოდ 4 გამომუშავებული პრემიალური ქულის მეოხებით იმყოფება თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ თავად ლოკომოტივს და კიდევ 3 გუნდს არათანაბარი შეხვედრები აქვს ჩატარებული ასე 9 გუნდი 10 გუნდიდან მაშასე ლიდერები ყოჩები შემდგომ ხარები ლელო არმია ლოკომოტივი შემდგომ მოდიან ჯიქები აია ასევე არმაზი და იხსენებული ბათუმი ბათუმელები 12 ქულით მე-9 ადგილზე თუმცა როგორც გაუწყეთ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი კოლექტივი ამას ყოველივეს თქვენი მონამორჩილი მოგახსენებთ იმიტომ ასე დეტალურად ხსნი არსებულ ვითარებას რომ
პრაქტიკულად ჩემპიონატში 10-ვე გუნდი, თუნდაც აუთსაიდერი TBS უნივერსიტეტის ჩათვლით საკმაოდ ბრძოლის უნარიანი კოლექტივი გახლავთ. მე შეგახსენებთ ფორმატს, რომ რეგულარული სეზონი 2 წელს წარიმართება, შემდგომ კი დადგება ჯერი ეგრეთ წოდებული ავსტრალიური პლეი-ოფისა. კერძოდ, ჯერ მესამე მეექვსე ადგილზე გასული გუნდები გამოავლინენ ჯერ დიდ ფინალში გადასასვლელად პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები დაუპირისპირდებიან, გამარჯვებული პირდაპირ დიდ ფინალში ასპარეზობის, ანუ ბზის თასის სატიტულო ორთაბრძოლაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, დამარცხებული გუნდი კი ინარჩუნებს ფინალში მოხვედრის შანსს და დაელოდება თავის მეტოქეს, რომელიც მესამე მეექვსე ადგილოსან გუნდებს შორის საპლეი-ოფო პრინციპით გამოვლინდება, მესამე მეექვსეს, მეოთხე მეხუთეს და შემდგომ წარმატებული გუნდი ახსენებულ კვარტეტს შორის სწორედ პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება. ბუნებრივია გვახარებს უშუალოდ გუნდების ხარისხის ზრდა და ჩემპიონატის სიმძაფრე, თუმცა ამას ვერ ვიტყვი ჯერჯერობით საერთოდ ინფრასტრუქტურაზე, რამე თუ მოგხსენებათ ჯერჯერობით დედაქალაქი 2-2 არენით საზრდოობს პრაქტიკულად კლუბებს აი საკუთარი არენა არც გააჩნიათ. ეს ავჭალას და რაც შეეხება ნავთუხს შევარდენის ბაზას, ეს რაგბის კავშირის 2 არენა, რაც ბუნებრივია თანამედროვე რაგბისთვის ნამდვილად საკმაოდ მწირი ოდენობა. აქ კიდე ერთი საინტერესო დეტალი გასათვალისწინებელი, რომ აი რაც შეეხება რეგიონებს, აქ უშუალოდ ორივე ქვემო ქართული გუნდი საშინაო შეხვედრებს მართავს, თუმცა რატომღაც ყოჩებმა ნაცვლად სტეფანიასი ბოლნიშისა განვლილი ტური შეხვედრა დედაქალაქში გამართეს. რუსთავის ხარებს და ქუთაისის აიას ახალ-ახალი განახლებული არენები, ასევე საკუთარ არენაზე ატარებს შეხვედრებს სარაგბო კლუბი ბათუმიც და ამ ფონზე ბუნებრივია გვეიმედებოდა თბილისის კავკასიელების, რომელიც შეგნებულად ევრო რანგით მეორე ევრო ტურნირის წინ იქნა საგანგებოდ შექმნილი და ის შეიქმნა მოქმედ ჩემპიონ ლელოს ბაზაზე. ლევან მაისაშვილმა პრაქტიკულად თითქმის საკუთარი გუნდის 2/3-ზე მეტი მოთამაშეები დაასაქმა. იტალიურ როვიგოსთან 2 რაუნდიანი ორთაბრძოლა, ეს გახდა საკვალიფიკაციო ეტაპი და წარმატებული გუნდი 2 მატჩის ჯამში ხვდებოდა შემდგომ უკვე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც იქ მოხვედრა ბუნებრივია დიდად წაადგებოდა ქართველ მორაგბეებს, მით უმეტეს საუბარია აქ არა ლეგიონერებზე, არამედ იმ მორაგბეებზე, რომელიც ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ. გუნდები საკმაოდ მაღალი კლასის და მათთან პაექრობა დიდ გამოცდილებას შემატებდა. თანაც იტალიაში არც თუ ურიგოთ იბურთავეს ბიჭებმა მინიმალური სხვაობით დათმეს შეხვედრა, თუმცა როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ასე ხელდახელ შეგოწიწებული გუნდი, საკმაოდ მონოლითური იტალიური გუნდის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ როვიგო არ წყვეტს მართალია ვარსკვლავებს, ყავს რამდენიმე სოლიდური ლეგიონერი, როგორც აღნიშნეთ, გუნდი საკმაოდ შეკრული შეთამაშებულია, საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს და ყოველივე აღნიშნულმა გარემოებამ, აქ უკვე უპირატესად გამოცდილებამ და შეთამაშების ფაქტორმა უკვე ჩვენს დედაქალაქში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დრამატულ ბრძოლაში კვლავ მინიმალური სხვაობით დათმეს ჩვენმა ბიჭებმა და ბუნებრივია სამწუხარო ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩნენ. და აი ამის შემდეგ ბუნებრივია უკვე ქართული რაგბი სრულად გადაერთო მთლიანად ეროვნულ ნაკრებზე და ეროვნული ნაკრების ნოემბერში გასამართი 3 ტესტი და პირველი მათგანი, რომლის მომსწრე ქართული სარაგბო და სპორტული საზოგადოება გახდათ გასულ უქმეებზე დედაქალაქში ვაკეში მიხეილ მესზე ტონგას ნაკრებთან. აქ მცირე განმარტება, რომ ჩვენ ზუსტად 15 წლის წინ როცა ტონგას ვეთამაშეთ, მაშინ სულ სხვაგვარი სურათი იყო, მაშინ ეხა რაღაც რო არ დამწამოს უშუალოდ სხვადასხვა ორგანიზაციებმა. ტონგა ცოტა ისეთი ეგზოტიკური ქვეყანა გახდა 15 წლის წინ, რომელსაც საერთოდ არ ქონდა სასტუმრო, დავბინავდით ფიჯიში. ფიჯიში იყო ორადორი სასტუმრო. ახლა ტონგაში წარმოგიდგენიათ ქვეყანა სასტუმროს გარეშე და აბორიგენები, რომელიც სხვადასხვა თავის, აი მე ვამბობ 15 წლის წინანდელ პერიოდს, აი საუკუნის წინ ხო გახსოვდეს ლეგენდარული მოგზაური და აღმოჩენი კუკი, რომ შეჯამეს, ეხლა დიდად არ გასხოვდებოდნენ და მაშინ ტონგამ საკმაოდ შავი დღე გვაყარა საკუთარ არენაზე თბილისში მოვიგეთ ედბურთიანის ხვევით, ეს იყო მსოფლიო თასის რეპეშაჟი და ბუნებრივია 2 მატჩის ჯამში
დავრჩით მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის მიღმა და აი ამის შემდეგ დაიწყო სხვა შორის ქართული რაგბის უკვე ეროვნული ნაკრების სოლიდური აღმასვლა და ამის შემდეგ უცვლელად ვართ მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის მონაწილენი და იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ტონგას ჩვენ გაისად C ჯგუფში ბრიტანეთში გასამართ მსოფლიო თასზე ერთ-ერთი მეტოქეა ჩვენი ჯგუფში აი და თანაც გმართებდა რევანში აი შეიძლება ითქვას რომ გაათმაგებული ენერგიით და მნიშვნელობით ხვდებოდი დამდეგ შეხვედრას და ბუნებრივია რაგბის კომაგის შედეგმაც და ასე პირდაპირ შეიძლება ითქვას რაც ჩვენი ნაკრების დამრიგებელმა ახალმა ზელანდიელმა ხელმძღვანელმა მილტონ ჰეიგმა აღნიშნა რომ მეორე ტაიმი ბიჭებმა პირწმინდა ჩააგდეს და აბსოლუტურად გუნდი არ გავდა და აღარ ქონდა უკვე ის სახე რაც საერთოდ ქართულ რაგბს ეკადრება. აი თუ რა იყო მიზეზი მოდით ამის შესახებ ძვირფასო მეგობრებო უპრიანია შემოგვიერდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ბატონი დავით ჩიტიძე გახლავთ გამოსდილი ლოკომოტივის ერთ-ერთი ასე ბირთვის წარმომადგენელი ხტომელი რომლის უკვე მხრებზე 10 წელია ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობა საკმაოდ მაღალი კლასის გუნდებში ასევე ის გაშინაურებულია უშუალოდ სანაკრებო ცხოვრებასაც სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე და დავით საღამომშვიდობის ეს რა გაუთავებელი მოკლედ ეს საცობი ესე იგი ეს დედაქალაქი უკვე ერთი საცობი აღარ ქვია ამას ხო აი ხა წეგან აღნიშნავდი რა შენ მობძანებამდე უკვე რა დავარქვა მეთქე ხარ 8 საათი ხდება და ნუ არ ვიცი ხო დავიწყოთ მოდი უშუალოდ აი ტონგასთან შეხვედრით აი მე ობივაწელის პოზიციას გავაჟღერებ და შემდგომ უკვე უპრიანია შენი როგორც პროფესიონალის პოზიცია და დამოკიდებულება გავაცნოთ მსმენელს ეხა გაორებული შტაბეჭდილება დატოვა ხო მე უბრალოდ ჩამოვთვლი თუმცა ეს ჩვენ უკვე რაღაც გვექცა ერთგვარ ტრადიციად რომ ყველა შეხვედრის წინ გეგმავთ სხვა თამაშის ხარის სხვა შედეგს და მე მატჩის შემდეგ პოულობ თუმცა მაინც ეხა ადამიანო კაცმა ეხა გულზე ხელი რო დაიდო ეხა ის მოთამაშეები პრაქტიკულად არ იყო 2/3 გუნდის ხო ნუ გორგოძე ზირაქაშვილი სუთიაშვილი ეს საერთოდ ბირთვის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესში იყვნენ და ვერ ითამაშა ზიბზიბაძემ ბრეგვაძემ კაკოვინმა ფეიგრიშვილმა ხინჩაგაშვილმა ბასილაიამ ნუ ჩილაჩავა ნუ იძულებული გახდა შემოსულიყო მოედანზე ისიც ნუ არ იყო სრულად მოშოშებული ხო აი ამ ფაქტორის გათვალისწინებით დავით აი პირადად ეხა როგორც პროფესიონალი როგორ შეაფასებდი ტონგასთან განვლილ შეხვედრას უშუალოდ ხედულობაში მაგ თამაშის ხარისხი და სწორედ იმ თამაშის ხარისხმა გამოიწვია ის რომ ბოლო 15 წუთში ის რაც ყველაზე გარდამტეხი და გადამწყვეტია რაგბში სადაც ყველაზე მეტად ვლინდება ერთი გუნდის კლასი და უპირატესობა მეტოქის მიმართ აი სწორედ მაშინ დაგვიდეს აბორიგენებმა 3 ლელო და მთლიანობაში საკმაოდ სოლიდური 14 ქულიანი სხვაობით დაგვამარცხეს კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო მსმენელებო უკაცრავად შეგვაგვიანდა ეს თქვენ გადამოვიდებლად მე სანამ რეგბზე გადავიდოდი ციკლაურს ჩვენ გუნდს მამა გარდაეცვალა და იქ ვიყავით და ავიზიარებთ ეს ლოკომოტივის პივოტი და წამყვანი დამტყმელი გახდათ ნაკრებში იყო ჩაფრიდნენ და ეგრევე გადმოფრინდა იძულებული გახდა დუბლინ და დაბრუნებული დუბლიში დამდეგ კვირას ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ უნდა მიიღო თამაში მონაწილეობა ეხ ზუსტად და ნუ ძლიერ დარტყმა იყო მისთვის და ნუ ჩვენთვისაც როგორც მეგობრებს და რაც შეეხება რეგბს ნუ ჩემი შეხედულებით ეხა თამაში წარიმართა კი ნუ რა თქმა უნდა გეგმა სხვა იყო მაგრამ შესრულება ცოტა მაგ გეგმის ცოტა რთულია მით უმეტეს ამდენი წამყვანი მოთამაშე არ ყავს ნუ ეს პრობლემაა და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ გაცილებით მეტი შეგვეძლო უბრალოდ არის მაგოდი ამ შემადგენლობის გათვალისწინებით კი ამ შემადგენლობასაც ანუ შეეძლო თამაშის გაცილებით უკეთესი ხარ დიახ მე მოგახსენებთ რომ რა ვიცი მორაგბები ხარ მინდა ეს ჩამეთვალოს რომ რაღაცა მეტი შეგვიძლია მაგრამ იყო ხოლმე მომენტები ჩვენს რეგბის ისტორიას რომ გადავხედოთ რომ შეუძლებელი გაუკეთებია ხო და აი მობილიზაცია შეუძლია ქართულ ადამიანს ისეთი გააკეთოს რომ რაც შეუძლია იმაზე მეტი გააკეთოს რა შეძლოს ასე ვთქვათ და აი არის კიდე ერთი მომენტი რომ არ წაგიო თამაში აი ზუსტად ეგ მომენტი იყო რა არ წაგვივიდა თამაში დავალება პატარ-პატარა დეტალების გამო ვერ შევასრულეთ ის მთლიანი ფუძე რაც გვაქვს დავალებული სიტყვაზე ის არ გამოვიდა მე აი ზუსტად ის პატარა ნიუანსების გამო არ გამოდის ის მთლიანი დავალება რასაც გავალებს
Snelly. ასე რომ დავით მაბადე თავმა შეიძლება ითქვას რომ ბევრს იცის სხვადასხვა ეხა რაფში ეხა თან მაჩახედულ ადამიანს არა ისე რა ეხა ესე ზოგადი წესების დონეზე რო ერღვევა რაღაცა გაახსენდა ფეხბურთელთა ნაკრები ანუ ხედველობაში მაგის რომ თითქმის ვიყავით ყრუდაცვაში ხო 80 წუთი და მე ეჭვება რომ ჰეიგს ეს დავალება ქონდა მიცებული რაც აღნიშნა კიდეს მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თუმცა მაინც არ იგზნობდა ჩვენ პრაქტიკულად ხერიანი შეტევა 80 წუთის განმავლობაში თითქმის არ გაგვიხორციელებია ხო კი, მეც გეთანხმებით, რა თქმა უნდა, არ აი ხო ვიძახი რა, ის დაცვაც მთლად ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყო, იმიტომ რომ ალბათ მე ვფიქრობ, რომ უფრო შეტევითი იყო ჩვენზე, ჩვენ ძირითადად მოშლილი ქონდა შერგინების ხაზი, ხო, მოშლის გულისხმობ, წამყვანი მოთამაშეების არ ყოლა სწორედ დაცვითი ხაზი, თითქმის იგივე შემადგენლობით იდგა, ხო, თითქმის იგივე შემადგენლობით თლად არ ეთქმის, მაგრამ გვაკლდა ეხლა წამყვანი მოთამაშე. მაგრამ მაბადე დამეტყვი ჩვენ ასეთი ანტირაგვი პრაქტიკულად არ გვითამაშია, მე ხა არ ვიხსენებ, დიდი ხანია, მაშინ იძულებით გვათამაშეს სოფლიოთას ეხა იმ გრანდებს რო ხდები და რაღაც უკვე სტატოსფეროში რო გადადიხარ, ასე სარაგბო ენაზე რო თქვა, ის იძულებითი ფორმა, მაგრამ აი თბილისში პრინციპში ჩვენ მე ვერ ვიხსენებ აი სახში მივიღეთ რა თქმა უნდა და ველოდებოდით სახში რო თამაშობ განსაკუთრებულად სხვა мотиваციით გადიხარ მოედანზე და შენიანები გიყურებენ და შენს ოჯახში თამაშობ ასე ვთქვა და ვიცი არ წავიდა თამაში ამის გულისთვის აი მე რამოდენიმე ბიჭებთან ახლა მქონდა რა ურთიერთობა რაღაცა კონტაქტი მაქვს და რაღაცნაირად არ ვიცი განსაკუთრებულად ნერვიულობდნენ ამ თამაშზე აი განსაკუთრებულად არ ვიცი შეიძლება ეთყობა წნეხის ქვეშ მოიქცნენ თუმცა ხო შეიძლება ეს განაპირობა თუნდაც წამყვანი მოთამაშების სიტყვაზე დანაკლისმა რაღაცა მაგრამ არის სპორტში ჩავარდნა და სამწუხაროდ გიდავით მაგრამ აქ ერთი რაღაც არის ერთი დიდი მაგრამ აი ამ კვირას ოდა უკვე წოლობით ხვდებით მე სხვადასხვა ძალიან შეიძლება ითქვას ეხა რაღაცა მოსწრებული ისე მწარედ ვიხუმრე რომ ირლანდიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრების წინ გენერალური რეპეტიცია ჩაატარა და სამხრეთ აფრიკას ზედ გადაუარა თქო ხო ეხა იყო რაღაცა საოცარი რაღაც და აი ამის გათვალისწინებით რა ვიცი აი მე ერთ ვიტყვი რომ ეს ბიჭები დაფიქრდებიან და ყველა მთელი სამსწავლო შტაბი ვინც აი მაბდე პირდაპირ გითხავ შეიძლება გვაქვს იმის რესურსი მხედველობაში მაგ აი ამდენი მოთამაშეს არ ყოლის მიუხედავად იმიტომ რომ სამწუხაროდ იქ მატება დიდად არ იგეგმება მხედველობაში მაგ აი უშუალოდ ამ ლაზარეთიდან რომ არ გავნადგურდეთ აი ცოტა რთული კითხვა არ გავნადგურდეთ არ და ირლანდიელების თამაშის ყურება ბოკესთან მქონდა ხო შესაძლებლობა არა მაგას არ ვიძახი ხა არა სწრაფბარია არ განადგურებაზე თორე სხვა არაფერს მე ვფიქრობ რომ განადგურებასთან შორს ვიქნები ძალიან და ის შეცდომები დაუშვათ რაც არის მე ვფიქრობ რომ თუნდაც სამსწავლო შტაბი გამოასწორებს რა მაგას რა და ის სხვა დავალება იქნება და არ იქნება დაუშვათ რაც ქონდა ეხლა რაც ვერ შევასრულეთ ექნება სხვა მისცემენ უფრო რაღაცას ისეც რომ რა ვიცი შეტევაში ცოტა უფრო ხარისხიანად ვითამაშოთ რა და უფრო გამოვიჩინოთ ასე ვთქვათ თავი რა და დავით ისე მართლა შეიძლება ითქვას რომ საერთოდ მე არ მიყვარს ეს იღბალზე საუბარი, მაგრამ ფატალურად არ გვიმართლებს უკვე აშკარად ბოლო 2 წელი, იმიტომ რომ ვერ ხერხდება მიზეზთა გამო და ხშირად ეს მიზეზი სწორედ ტრავმებია ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობის თავმოყრა ეს ასეთი პრინციპული მატჩების წინ. დავით სამწუხაროდ დრო დაგჭა ძალიან ცოტა არ შეიძლება არ ვისარგებლო შემთხვევით და არ კითხო მე ჯერ მინდა სმენელს ვაუწყო და მოგილოცო რომ წყობში ხარ და დაბრუნდი რაც იმართლე კითხრა უმძიმესი ტრავმის შემდეგ და ეს იყო და უკვე ეშურები ეს სხვა შორის ნამდვილი ისეთი პატარა გმირობის თოლფასი, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად ენთუზიაზმი და ის პირობები და ის მიუხედავად იმისა რომ მე ვისაუბრებ სლად უშუალოდ ქართული რაგბის ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან დახმარებასა და განვითარებასთან დაკავშირებით ეს არის მაინც აი შენი შინაგანი გამოძახილი ისევე როგორც სხვა მორაგბების არ მინდა ხა რომელიმე სახეობის მოთამაშე შეურაცხყოფა მიოყენო ის მაბადე ხა იქ შებერვაზე რო ვარდება კაცი და მთელი წელი რო იმაშვება ხო აქ უკვე სულ სხვა დამოკიდებულება და რა ჭირს უშუალოდ შენ და ჩვენთვის საყვარელ ლოკომოტივს მაბადე იცი ჩემ მეგობარია და არ მიწევს და ხო არ დამიბერ და
მენდო უარყოფით ბალანსზე ასეთი შემადგენლობის ქონე გუნდი 3 მოგება 4 წაგება რა ხდება ლოკომოტივში არა და ბირთვი ნაკრებისგან განსხვავებით ლოკომოტივს ხობში ყავს ხო ნუ არ ვთვლი შენ ტრავმას იმიტომ დანჩენი აბსოლუტურად ხობში ყავს ხო წამყვანი მოთამაშეები ხო ერთი ადამიანი არც თulis და მე არც თვლი რომ ეხა ესეთი მოთამაშე ვარ რომ იქ არა შენ არ მაგრამ საზოგადოება თulis სხვაგვარად და აი რა ხდება ლოკომოტივში ხომში და ლოკომოტივში რა ხდება და აქაც ერთგვარი ჩავარდა რასაც ვერ ვეთქვი სხვა კლუბებთან შედარებით არმიას ესე არმი ბოლო წაგებაზე ვილაპარაკოთ არმიას ესე ხელის სამოსაკრავი გუნდი არ არის იქ არ არის თუმცა დასუსტებულია ბოლო ორი სეზონში განსხვავებით აშკარად დასუსტებულები არიან მაგრამ იქ თამაშობენ პროფესიონალები მე ვთქვი რამოდი ხა ახალი ბიჭები ზოგი ბატარები და ამოიყვანეს ზოგი დაიმატეს მაგრამ იქ არიან პროფესიონალი სპორტსმენები არა გუნდი რო შეკრულია ცალსახად ეს პირველივე ტურიდან ჩანს შეკრულია თამაშობენ სწრაფ რექს ესე არ უნდა წამოუკრა ხელი, იმიტომ რომ დაუშვათ ეხა 2 წლის განმავლობაში და 3 წლის განმავლობაში 3 ტიტული აქვს, ხო? ესე არ არის ეხა იმასთან გახვიდე ისე რომ ვახ ისინი გადავიდნენ. არა, რა თქმა უნდა, გუნდი იქსა ერთად ლიდერად ეხა, ხო? ვაფრთხილებდი, მე ვიძახოდი, რომ მაგ გუნდთან არ შეიძლება ესე შეუძლიათ მობილიზაცია ესეთი გააკეთო, რომ აი არ არსებობს თამაში რო არ მოიგონა. აი მე გეუბნებით, მე იმ გუნდში ვიყავი 2 წელიწად ნახევარი აი კი წაგებები ვქონდა, მაგრამ არ არსებობდა თამაში მობილიზაციას გააკეთებდნენ და ეგ ბიჭები იგივდნენ. ეს არის დოგმა რა. და შეიძლება ითქვას, რომ იგივე მოხდა ლოკომოტივთან თამაშის დროს. ნუ წარუმატებელი თამაშები ქონდათ მაგათ რა თქმა უნდა და მე ხო გეუბნებით, აი გააკეთეს მობილიზაცია ბიჭებმა და შედეგი ანახეს და ეს შედეგი იყო ჩვენთვის გამოსაფხიზლებელი, მე ესე ვიტყვი რა, იმიტომ რომ ესე არ უნდა შეხედო არც ერთ გუნდს რომ მოვიგებთ რა, იმიტომ რომ რეგბია ეს უკვე კაცების თამაშია და აქ უკვე არა მით უმეტეს აღნიშნე და დამეთანხმები რომ 9 გუნდი რეალურად აცხადებს 6 წუთში მოხვედრას ვერც ერთ მათგანზე ვერ იტყვი რომ აი ეს გუნდი ესე სპორტულ ენაზე რო თქვა უხეშად ვერ გაკაჩავს ბოლომდე და ის უნივერსიტეტის კი რომელიც ღრმა აუტსაიდერია ასე იოლად არ არიგებს ქულებს და ყველა გუნდს უხდება მაქსიმალურად გვარიანი ოფლისღვრა და სრულად დახარჯვა რომ უნივერსიტეტს მოუგოს ეხლა მე გეტყვით აი თუნდაც ბათუმის თამაშზე ვიყავი ბათუმის თამაშზე და ბათუმი აი ძალიან მაგრად იბრძოლა მე ვთვლი რომ ყოჩები მაგარი გუნდია ჩემი შეხედულებით ხა მე მაგ ჩემი აზრი და ნუ მე ვთვლი რომ თვლიდი ანუ ყოჩები უფრო ძლიერი გუნდი იყო მაგრამ ბათუმა ისე ეთამაშა რომ აი რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ნიჩია ითამაშეს მაგრამ შეეძლო ნუ იგივე თან პირველი ქულები დააკარგინა ასე ვთქვათ ეს იყო პირველი მატჩი რომელიც ყოჩებმა მიმდინარე სეზონში ვერ მოიგო რა თქმა უნდა გამოვხატავ ანუ გამოვყოფ იმას რა ქვია ბახო კობახიძეს რომელმაც ნუ რა ვიცი სასწაულად ითამაშა ფეხი დაარტყა რა ვიცი აი ამას ქვია გასწორებული სამიზნე პივოტის ხო როცა უკვე აბსოლუტურად ყველა გადაკიდებას ნუ აღარ არის საუბარი თავის ცეცხლზე ავლაპარაკობ თავის მოედრიდან რა ვიცი ფეხი ურტყა და შენობა დავით დავჭა სულ რაღაც ნახევარი წუთი და ძალიან მოკლედ ესე რეზიუმე აი ჩვენი დღევანდელი რესურსი მხედველობაში მაგ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები რო შევეშვათ ლეგიონერებს ჩვენ გვაქვს თუ არა რეალური პერსპექტივა სწორად განვითარების შემთხვევაში რომ უახლეს 2 წელიწადში ჩვენ მივიღოთ გაცილებით უფრო მაღალი კლასის გუნდები აი ამ პირობების შათვლით ის რაც ამ წუთისათვის შექმნილია ნუ ყმადაღებული ის რომ კიდევ ერთხელ განმეორდები წლეულს ქართული რაგბის განვითარებისთვის გამოყოფილი 10.5 მილიონი და მათგან თითქმის 9.800.000 ხმარდება უმაღლეს და ნუ გარკვეული თანხა პირველი ლიგის კლუბებსაც მე ხა შეხება მაქვს ამდენ ნუ მწვრთნელებთან ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს მე ვფიქრობ რომ რეგბი უკვე გაჩერდა ერთოდეს აი არის რა რაღაც ეტაპები რა კი არაფერი არ ქონდა მე უცბად რაღაცა ქონდა მე უცბად მოედნები ქონდა მაგრამ აი აჩქარება როა სპორტში ისეა ხო ეს უარ უფრო და უფრო არ განვითარი არაფერი არ გამო აი გავჩერდებით ერთ ადგილზე მე ხვდით ანუ ამის საშროება არსებობს რომ ჩვენ დავიწყოთ ადგილის კეპნა ჩემი აზრი ეს არის რეგბის რა ვიცი ასე ვთქვათ წამყვანი მწვრთნელების და ისეთი ხალხის აზრი და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ცოტა მეტია კიდე საჭირო ყურადღების მისაქცევად დავით ბოლოს აი სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო ჩვენს კიდევ ერთ მეგობარს ვერ მივეცით ეხლა ელემენტარულად თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მაგრამ ეს გამოსწორებადი ეს არ არის ეხლა და ბოლოს ცოტა ისეთი
ტრივიალური კითხვით მინდა დავასრულო. რამდენ ხანს აპირებთ კიდევ თამაშს? თუ აი ისე თუ გაქვთ მონახაზი, თუ არ გიფიქრიათ ამაზე? არ ვიცი, ტრავმებმა თუ არ შემიშალა ხელი, ვფიქრობ, რომ 1-2 წელი კიდე შეიძლება თამაში. ეს მინიმუმ აი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით როგორც ნობ და ამ უქმეებზე უბრუნდები თუ არა მოედანს, თუ გაქვთ უკვე გადაწყვეტილი. აუცილებლად. მე ეხაც მინდოდა თამაში, მაგრამ არა, ეხა ნამედანი იქნებოდა უკვე გაუმართავ. არა, ისის რისკია, თუმცა არ შეიძლება. არა. ნუ ეხა უკვე აშკარად გვათამაშებს, ხო? წარმოდება მინდა გისურვოთ თქვენს ლოკომოტივს საერთოდ ქართულ რაგბს და ვიქონიოთ იმედი ძვირფასო მეგობრებო, რომ დამდეგ უქმეებზე ირლანდიასთან ჩვენ ღირსეულად ვიბრძოლებთ. არა, ღირსეულად ყველა თამაში იბრძვიან ბიჭები, მაგრამ აი შედეგი იქნება შესაბამისად ადეკვატური რა. ნუ ყოველ შემთხვევაში გვეშინია ამ თამაშის. იმედი დავკარგოთ და უნდა უქომაგოთ ისე რომ ჯერ არ გვიქომაგია, იმიტომ რომ ეს ბიჭებმა ამ ბიჭებმა ბედნიერება გვაჩუქეს ძალიან ბევრჯერ და დიდი ხანი და ეს მე ვფიქრობ ეს ერთი წარუმატებლობა უნდა იყოს იმის რა ქვია მარტო ეს არ უნდა იყოს ეს არ უნდა ამით არ განისაზღვრება არაფერი. თან ეს არ არის ისეთი არა ტესტია თან მაბადე კლასიფიკაციაში ეს ახალი ცნობაა დღეს იგივე პოზიციაზე დავჭერდა არც მახრო ქონია რაიმე ვარნა და რაიმე სელექცია მე პირდაპირ გეტყვით ეს სელექცია და მიდის როტაციის პრინციპი რა და ძიებ სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო ალბათ გადასთა კიდეც ძვირფასო მეგობრებო მე მინდა დავით წარმატება გისურვოთ და ბუნებრივია იმის იმედად კიდევ რომ დამდეგ კვირას საქართველოს ნაკრები დუბლინში ავევა სტადიუმზე ღირსეულად დაუხდება მრისხანე მეტოქეს რომელიც 6 ერის პირველობის მოქმედი ჩემპიონი და აიერების კლასიფიკაციის მეხუთე საფეხურზე მყოფი კოლექტივია. წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ-ტაიმი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.